give you all. მოგესალმებთ მეგობრებო, მე ვარ ლუკა გეიმერი და დღეს მე გადავიღებ DPO-ს. ეს ხმა შემჩნიოთ. როგორც ჩანს, ლურჯების გუნდში ვართ. ვინც არჩით ეს თამაში არის ტანკებზე. ესე იგი, შეგიძლიათ თიმში ითამაშოთ, შეგიძლიათ ყველაზე. კიდე ლაბირინთი ყველაზე. და ბევრი ის არის. ბევრი ტურებია ამ თამაში. ამ თამაში თქვენ და შეეცადოთ რომ ლეველები აიღოთ ბევრი. ამ თამაში მაქსიმუმი ლეველი არის 45 და აქ აძლიერებს სკილებს, რეგენერაციას, სიცოცხლეს, ბევრი სიცოცხლე გქონდეს. აი ესე რომ დაეჯახები ვინმეს არამეს. Ondes ჩემიანია და სიცოცხლე არ აკლდება. უფრო მეტი სიცოცხლე დააკლდება. ეს არის ტყვის სისწრაფე. ეს არ ვიცი. ეს არის დარტყმის ძალა. ეს არის გადატენვა და ეს არის movement speed, ანუ ტანკის სისწრაფე. აქ კიდევ შეგიძლიათ ტანკის ფორმის შეცვლა, მაგალითად აი ასეთი რო გავხდე, შემიძლია სნაიპერი ვიყო, შემიძლია ესეთი ვიყო, ძალიან ბევრი ტანკის არჩევა შეგიძლიათ რა. ამ Skype-მა შემიჭამა ტვინი, არ შეიმჩნიოთ. კარგი, წავიდეთ. აქ სხვადასხვა ნაირი და სხვადასხვა ფორმის ესეთი რაღაცებია. ეს გიმატებს ყველაზე ბევრ ქულას. ვაშმოთ. კაი. დაზვალი მაქვს გალში როგორც ჩანს. ამ რეკლამებმა ტვინი წაიღოს. აქ რა აჟიოტაჟია. გონი სწორად თქვი. მოდი სკილები გავად. კიდე მომწონს. მოკლედ რა აქ არავინ არ დაგინდობს. არ უნდა გაჩერდე ამ თამაში. თორე აგრევე გაგასხმევინებენ ტვინს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მოდი ავიღოთ ლეველები. აქ ლეველებზეა თამაში. ხომ მგონი წაღან გითხარით. ვაი, ასენი ძალიან ცუდი რაღაცებია. წაღან იასამნის ფერის სამკუთხედი რომ იყო და ბეწვზე გადავრჩი. ბეწვზე. მოდი რეგენერაცია მოვემატოთ. და არ მინდა მალე რომ მოვკვდი. ხო, კიდე მეგობრებო, თუ იცით კომენტარებში დამიწერეთ როგორ დავდო ამა თუ იმ რაღაცის ლინკი აღწერაში. თუ დამიწერთ, მადლობელი ვიქნებით თქვენ. დიდი მადლობა. მოდით ხა თამაში გადავიდეთ. მოწავდეთ წითლებისკენ. ავიღოთ ლეველები. ვაი, გვესვრიან. აკაი, ვაფშე. ჩემი ხმა შემჩნიოთ. ცუდად ვიყავი. კი არა და ვარ გაციებული. ეს გაციება რა, ძალიან ცუდი რაღაცა. ვაი, მომკლეს. ახლა სკილები გავაძლიეროთ.
და რამოდენიმე წუთში დავამთავრებ, რადგან ჩემი გადამღები პროგრამა Bandicam-ი როგორც დაინახეთ, მგონი დაინახეთ, არიღებს 15 წუთიან ვიდეოებზე მეტს. და ვინმე თუ იცით ამის გამოსწორება, გთხოვთ დამიწეროთ კომენტარებში. აი მოკლედ გადამღები პროგრამების აზზე არა ვარ. ნუ ვარ, მაგრამ მოკლედ რა. მოდი ამის მოკლა შევეცადოთ. რა თქმა უნდა, ამას ვერ მოვკლავთ. უი, ამან მოკლა. ეს ტანკი ძალიან მაგარია. ასე დიდ ტყვიებს ისვრის. ასე. ტოპში პირველ ადგილზე როგორც ჩანს წითელია. ჩვენ კიდე ლურჯები ვართ. ვაი, მეშველი მეგობარო. სებრო. ახლა 15 ლეველზე რო გადავალ, ტანკის შეცვლის ვენდება. აი, აქ შეგიძლია აიღოთ ტვინსი, მაშინ განი, ფლენკ გუარდი და სნაიპერი. მე სნაიპერი ძალიან მიყვარს. შემდეგ კიდე შევცვლით 30 ლეველზე ტანკს და 45 არის ამ თამაში მაქსიმუმი ლეველი, რაც შეგიძლია ტანკი აიყვანო. 45 ლეველია მაქსიმუმი. შემდეგ ვიდეო შეიძლება ჩემ დეიდაშვილთან ერთად გადავიღო და რა ვიცი. პროსტორად. ჭედვები არ შეიმჩნიოთ. როგორ არ შეიმჩნიოთ, მაგრამ მაინც კარგად მივგდით ჯერჯერობით საქმე. 17 ლეველზე ვართ. 18. ჩემი ფავორიტი ტანკი არის ეს სნაიპერი. კიდე ერთია შენი სამკუთხედები გყავს და სადაც მაუს რო დააჭერეს და რომ მიიტანს სადმე გაყვებიან მაუსს უბრალოდ. კიდე არის ერთი ტანკი, რომელიც პატარა ესეთებს უშვებს და ისინი ესვრიან როგორც სამკუთხედები, ისე მოქმედებენ, ოღონდ ისვრიან. მოკლეს. რა კარგად მიმდის საქმე, მაგრამ თავიდან ეძებს. ამის მერე ტვინსს გავაძლიერებ. და მალე დავამთავრებ ვიდეოს ახლა. მომკლავენ და დავამთავრებ ვიდეოს. ხო, კიდე რა მაქვს თქმელი. გირჩევთ ეს თამაში ითამაშოთ, ძალიან კარგი თამაშია. ჩემი ერთ-ერთი ინტერნეტის თამაშების ფავორიტი თამაშია. ჩემი ფავორიტი თამაშია ინტერნეტის თამაშებში. ვაიმე, გავიქცეთ. ხო, ახლა მოდი გავაძლიეროთ გადატენვა. ხო, ესენი
ესე იგი, აგიხსნით ახლა რეებია ესენი. ეს არის რეგენერაცია, სიცოცხლე რომ მოგვემატოს, ეს არის ბევრი სიცოცხლე რომ გქონდეს, ეს არის body damage, ანუ ესე შენ მოწინააღმდეგეს რომ დაეჯახები, ბევრ სიცოცხლეს რომ დააკლებ, ეს არის ტყვის სისწრაფე, ეს არ ვიცი რა არის, ეს არის damage, უფრო მეტი სიცოცხლე რომ დააკლოს, ეს არის გადატენვა და ეს არის movement speed, ტანკის სისწრაფე, ანუ